უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლაშა ქარდავას მოუსმენეს. მინისტრმა პასუხი გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე. ლაშა ქარდავამ ასევე ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებზე, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე, ფინანსურ და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობაზე. ასევე ამ მიმართულებით არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე. მინისტრის გამოსვლის შემდეგ შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. აღინიშნა, რომ ყველა პროექტი უნდა იყოს დევნილებისთვის ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული. ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე გავეცი სრულყოფილი პასუხები. ვიმსჯელეთ მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებზეც იყო შეკითხვები და პასუხები. გეგმავთ თანამშრომლობის პარკლებში ერთობლივად განვახორციელოთ წარმატებული პროექტები, რაც ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას. მინისტრმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი, გაიმართა დისკუსია, იყო ბევრი გამომცვლელი, მაგრამ ყველა იყო ერთიანი შეფასებაში, რომ ყველამ უკლებლივ დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა. რა თქმა უნდა, გამოითქვა რეკომენდაციები, შენიშვნები, წინადადებები და ჩვენ ბევრი რამ ახალი გავიგეთ, რაზე მუშაობს კიდევ დამატებით სამინისტრო, გარდა იმ პროგრამებისა, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.